ალეკო ელისაშვილის პროცესზე მისი მამა დაიკითხა. საქმე ეხება რეზონანსულ ბრალდებას, რომელსაც ოცნების პროკურატურა ტერორისტული აქტის მცდელობას უწოდებს. თავად ბრალდებული კი მამუკა მდინარაძის პირად შურისძიებასა და პოლიტიკურ დევნას. ოპოზიციონერი ამ საქმის განხილვიდან გაძევებულია. ამ დროისთვის სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. მუხლი, რომლითაც პოლიტიკოსს ედავებიან, საკმაოდ მძიმეა და დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მომხდარზე თავდაპირველად გამოძიება გაცილებით მსუბუქი სხვისი ნივთის დაზიანებით მუხლით დაიწყო. დაცვის მხარისათვის ესეც არის მტკიცებულება, რომ პროცესი პოლიტიკურადაა მოტივირებული. დია ბაძაღოა მუშაობს სასამართლოში, რომელიც ფორმულას პირდაპირ ეთერს უერთდება. დია გისმენთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის პროცესი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. დღეს დაცვის მხარემ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმის სახით დაიკითხა ალეკო ელისაშვილის მამა ვალერ ელისაშვილი, რომელიც წარსულში იყო სახანძრო სამსახურის თანამშრომელი და ადვოკატები ამბობენ იმას, რომ მას შეეძლო, რომ სასამართლოსთვის ინფორმაცია მიეწოდებინა იმასთან დაკავშირებით, თუ მაგალითად რამდენ ხანში იყო შესაძლებელი ხანძრის გაჩენა და ჩაქრობა, თუმცა მნიშვნელოვანი არის კომენტარი, რომელიც ვალერ ელისაშვილმა ჩვენთან გააკეთა მედიასთან სხდომის დასრულების შემდგომ. ის ამბობს, რომ ბრალი არის პოლიტიკურად მოტივირებული და ამბობს იმასაც, რომ ალეკო ელისაშვილს ვერ აპატიეს მამუკა მდინარაძეზე ფიზიკურად შეხება და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რა ბრალიც აქვს წარდგენილი. მისი თქმით, მაშინ როდესაც ის დააკავეს 29 ნოემბრის გამთენიას, მას უთხრეს, რომ ალეკო ელისაშვილი დაკავებული იყო სხვისი ნივთის დაზიანების გამო და სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა როგორც მან აღნიშნა, მას შემდგომ რაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩაატარა ბრიფინგი და ისაუბრა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაზე, სწორედ მას შემდგომ გადაკვალიფიცირდა ბრალი და ალეკო ელისაშვილს ამ მუხლით დაუმძიმეს სწორედ წარდგენილი ბრალი. თქვენ შეგიძლიათ რომ მოისმინოთ ვალერ ელისაშვილის კომენტარი, რომელიც მან სხდომის დასრულების შემდგომ ჩვენთან გააკეთა. გენერალ სიმუსი რო ყავს ერთი. ვინ არის ეს გენერალ სიმუსი? დიახ, ბატონი მდინარაძის გულის, ხო? ის მუშტი ვერ აპატია ვერ გენერალმა სიმუსმა და ვერ ქართულმა ოცნებამ. ამას უკავშირებს ისტორია. მე ასე ვთვლი. და პოლიტიკური დევნა ქვია, რა ვიცი, ასე შეიძლება ითქვას. ასე ფიქრობთ თქვენ, რომ ამის გამო ისჭება, რომ მდინარაძეს დაარტყა მაშინ? დიახ. ვერ მოითმინა, ყველა ადამიანი ინკუბატორის წილები არა ვართ. ზოგი ითმენ, ზოგი ვერ ითმენ და გამოხატა პროტესტი. რაღაცა სასამართლოს შენობაში მოუვიდა. თუ თვითონ იყო კიდე მე ეჭვმეპარება. თუ თვითონ იყო და სხვა არა სხვა. და მთაწმინდა სადაც ალეკო ელისაშვილი ცხოვრობს. 314 მეტრშია პარლამენტი. ტერორისტული და იქავი არის იგივე მანძილზე ბატონი კობახიძის ასე ვთქვათ რეზიდენცია. იქ მივიდა და რაღა მთაწმინდი და ფეხით აქ მოვიდა, მაგრამ არა. პროტესტი გამოხატა, რომ როგორ შეიძლება ქალების თმებით რევა. შემატყება სასამართლოში შემლა დაიცვა ხალხი გაასამართლოს სამართლიანი სასამართლო რეების ხდებოდა იქ. მანდატურები იყვნენ თუ ვინც იყვნენ. 1992 იყო 14 წლის ალეკო და 15 წლის უკან გავიგე მე აფხაზეთის პირველ ომში მიდიოდა და მილიციამ დააკავა, მაშინ მილიცია იყო. რკინიგზის სადგურზე და მოიყვანეს სახში 14 წლის ბავშვი გარბოდა აფხაზეთში. ალეკო ელისაშვილს რო უყვარს თავის ქვეყანა. ჯერ თავისი ოჯახი უყვარს, რა თქმა უნდა. ჯერ ღმერთი უყვარს, მე თავის ქვეყანა უყვარს, თავის მშობლები უყვარს და დანარჩენი და გაჭირებული ხალხი ეწოდება. და ის ვერ აიტანა და ეს იყო მიზეზი ზუსტად თუ ალეკო იყო, არ ვიცი. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ კიდევ ერთი შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება გამოიკვლია, ეს არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სადაც დაცვის მხარეს ჰქონდა დასმული მთავარი და მნიშვნელოვანი კითხვა, შესაძლოა თუ არა, რომ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებით გაჩენილი იყო სასამართლოში ხანძარი და განადგურებული იყო შენობა, რაზეც გაცემული არის შემდეგი პასუხი, რომ ხანძარი გაჩენილი არ არის, შესაბამისად არ არსებობს საკვლევი მასალა, ამიტომ დასმული კითხვა არის ჰიპოთეტური და საინტერესოა ის, რომ აღნიშნული დასკვნა პროკურატურის მხარემაც ცნოუდავოდ. ჩვენ დასმული გქონდა კითხვა 29 ნოემბერს კადრებში განვითარებულმა ვითარებამ, როდესაც 2 ბოთლი ბენზინი იყო საოფისე ავეჯზე მოსხმული ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში, ეს გამოიწვევდა თუ არა იმ შედეგებს და შეიქმნა თუ არა რეალური საფრთხე იმისა, რასაც ედავებიან ალეკო ელისაშვილს. ანუ ტერაქტის შედეგების გამოწვევა შეეძლო თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის იმგვარად დაზიანება, რომ სასამართლოს ფუნქციონირება შეფერხებულიყო ან შეწყვეტილიყო. ექსპერტიზის პასუხის მიხედვით
საექსპერტო კვლევებით მსგავსი დასკვნის გაკეთება არის შეუძლებელი, რაც ბრალდების მხარემ გახადა უდაოდ და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჰიპოთეტური მსჯელობა, რომელიც დაუსაბუთებელია როგორც ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით, წარმოადგენს ალეკო ელისაშვილის ბრალდებას. ბატონი ვალერის გამოკითხვა მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მას ჰქონდა გამოცდილება პროფესიული ვადებთან დაკავშირებით კითხეთ, თუ რა დრო დასჭირდებოდა მაგალითად სახანძროს რომ მოსულიყო და ჩაეკრო, თუ ქონია პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევები, ლიკვიდაცია რა დროში და ანუ პროფესიული კითხვები ჰქონდა, რაც მეხანძრეს შეიძლება დაუსვა და სახანძროში მომუშავე პირს, ვინაიდან და ბრალდების მხარემ აღნიშნული კითხვებით არ მიმართა არც კონკრეტულ სამხარაულს, არც კონკრეტული მოწმე მოიყვანა ექსპერტი, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ესეთი ადამიანი მოიყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და ჩვენ ვნახავთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კონკრეტულად უშუალოდ ვიდეო ჩანაწერები, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულის მოქმედებები, ასევე თავად ფაქტი, თუ რატომ მოხდა სასამართლოზე თავდასხმა და რა მიზანი გააჩნდა ბრალდებულს, მიმაჩნია, რომ ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ მას გააჩნდა სწორედ ტერორისტული მიზანი და ამ შემთხვევაში მისი მხრიდან დადასტურდება, რომ ჩადენილია ტერორისტული აქტის მცდელობა. როგორც მოისმინეთ, ადვოკატები ალეკო ელისაშვილისთვის წარდგენილ ბრალს უწოდებენ თეორიულს, ჰიპოთეტურსა და აბსურდულს. მათ აქვთ მოლოდინი და იმედი იმისა, რომ შესაძლოა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადააკვალიფიციროს აღნიშნული ბრალი. დღეს პროცესს არ ესწრებოდა თავად პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი, რადგან როგორც იცით, რამდენიმე სხდომის წინ ის მოსამართლემ სასამართლოს შეურაცხყოფის საბაბით სხდომათა დარბაზიდან გააძევა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ალეკო ელისაშვილს ამ ბრალის გარდა ამავე მუხლით წარდგენილი აქვს კიდევ ერთი ბრალი, რომელიც ასევე გულისხმობს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას და ეს უკავშირდება გასული წლის მაისში სასამართლოში გაჩენილ ხანძარს, რომელზეც დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში გამოძიება მიმდინარეობდა სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით, თუმცა მას შემდგომ რაც ის დაუკავშირეს ალეკო ელისაშვილს, ბრალი გადაკვალიფიცირდა და ალეკო ელისაშვილს წარუდგინეს მეორე ბრალი ამავე მუხლით, რაც გულისხმობს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას და ეს მუხლი ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას. ამ პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კი უკვე უახლოეს პერიოდში უნდა გამოცხადდეს.